გამარჯობა. ეხლა უნდა წავიჭრაოთ ცოტა ვისაუბრო. რაღაცებს. Hi girl. ლიკა გამარჯობა. ჯავახა პლუს მარიამი. არასკევია ლაივის ღია და რა თქმა უნდა ბევრი გვაქვს სავაჭარაკო. იმიცა, hi. როგორ ხარ? მარიამზე და ჯავახაზე ხალხო ვალაიქებ ველაფერს. ოღონდ კაი რაღაცებს რა თქმა უნდა. მარიამზე ჯავახაზე ვაფშე ყველაფერს ვალაიქებ. ეხლა მაქვს ცოტა შესვენება, ცოტა დრო მაქვს, ავის დასალევად შემოვედი დილიდან ვარ. მადლობა რაღაცებს მიგზავნით უკვე. დილიდან მაქვს ძალიან ბევრი საქმეები, ეხლა მაქვს ცოტა შესვენება და თქვენთან მოვედით. სალაპარაკოდ. რაღაცების საჭრაოდ. ბუშენ რამინდოდა კაცო ჰაუსში. თორნიკეს ვიადაური, ვისი შუბა დახიე? ვაიმე, მე და ბონდო როგორ უნდა დაგებასოთ ერთდროულად. ჰაუსი არ არის დადგმული, რეალიტი შოუ დადგმულია იმ კუთხით, რომ პროდაქშენი და ტელევიზია აკეთებს თორე. იქნებ რა მოხდება, არაფერი არ არის დადგმული, რატომ უნდა დადგან ისედაც რაღაცები. მარიამის ქცევები მომწონს, შეძლებს მაგარი გოგოა მარიამი და იმიტომ. აი, არაფერში მაგას არ ჭირდება ვიღაცის დაცვა. მარიამს დღესაც ველაპარაკე, მოკლედ, ძალიან მაგარი გოგოა. ჰაუსაკი ხარ კვანც, მადლობა ხალხო. წავიჭრაოთ რაღაცები. ეხლა აქ ხალხი რო ამბობს, რომ რა არის ჰაუსზე? join my მე რაღაცებს მიგზავნით, ხო? დიდი მადლობა. რაც აქ ვიღაცები ამბობენ ხოლმე, რომ რა არის ჰაუსზე, რატო ლაპარაკობ? იმიტომ რომ მონაწილე ვიყავი ხალხო. რამოდენიმე დღე არაც გამოვედი და რა თქმა უნდა ჩართული ვარ ჰაუსის ამბებში და ჰაუსის პროცესებში, ასე რომ რატო ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჩართული ვარ. მარტივად ხდება ხო ეს ყველაფერი? არა, სპეციალის პროექტში ეს ჭრიბები, კინკლაუბები, შოუები ძალიანაც მომგებიანია. ნახვადი უფრო სწორედ. ეხლა მე მგონი ჯობია სხვაგან გადავიჭრე წუთით და აკეთე საქმაურია. გესმით ჩემი ხმა კარგად? გავალება არავისგან ახლა ვინ უნდა დამავალოს ლაპარაკი ხალხო? თქვენი აზრით აი ვინ მავალებს რომ ვილაპარაკო? ეხლა სახლშია, მე სახლში არ ვარ. ლაივზე მინდა წასვლა. ცოტა იქით ვარ გადავიჭრე. აი, ეხლა წავალ ცოტა იქით გადავიჭრები, იმიტომ რომ აქ მოკაც მაური არის. და რაღაცა ამბები მინდა რომ მესაუბრად თქვენთან.
და რამოდენიმე საკითხია, რაზეც უნდა გესაუბროთ და კონკრეტულად ვიდეოთ ეს რა საკითხებია. რამდენი შესაძლებლობას წვენ მარიკენა ჩემი დასწრებით შენ შემოგევლე მაგარი გოგო ხარ ხო თქვი რომ მაგარი გოგოა მე ხდებით ხო მართლა როგორი მაგარი გოგოა და მე ხახნო ეხა აღარ აღშტელოს და ძალიან მივრი ხალხია და ხორა ფაქტობრივად და იქნებ ცოტა აი აქ დავჯდები მე კიდე ესმესი პაჩარჩის ხოდა მარიამ შენი შვილი გვანახერა გვანცა ჩემი შვილი არის ახლა უნივერსიტეტში სწავლობს სამედიცინოზე და არც ძალიან ხო იყოს აუცილებლად განახებდით ირაკლი მარიამისთვის არაფერი არ დამენგრევია ვანცა გამარჯობა მუსები საიდან არიან მუსები არ ამბობენ საიდან არიან წარმოშობით მაგრამ გავიგეთ რომ ოსეთიდან და მალავენ თავის ეთნიკურობას სავარაუდოდ ვერ გეტყვით რატო უნდა ადამიანმა რატო უნდა დამალო ეთნიკურობა მაგრამ მალავენ დაანებო თავი ამ გოგოებს რომელ გოგოებს მარიამზე და ჯავახალზე რას ფიქრობ მარიამზე და ჯავახალზე ვფიქრობ იმაში ძალიან საყვარლები არიან მართლა მოსპონთერთმანეთი და შესაბამისად ამ მოწონების სიტყვით ახლა რა მოხდება უკვე ვერ გეტყვით ჯავახალზე და მარიამზე დამოკიდებული და მეც თქვენთან ერთად ვუყურებ გეთანხმებით ადამიანი საიდანაც არ უნდა იყოს წარმოშობით არ უნდა მალავდეს თავის ეთნიკურობას და ეგენი რატომ მალავენ არ ვიცი არაფერი არ დაიმალა ყველაფერი ვიცით გეთანხმები ოსები არიან ძალიან მაგარი ხალხი მე ბიცოლა მყავს ოსი და ბიჟდები ბიცოლა ჩვენზე ძალიან მაგარი ხალხია აქ საუბარი იმაზე კი არა რომ ვინმე ცუდია ან კარგი თავის წარმომავლობას რომ ალავენ და თავისი ეროვნების რომ სხვენი ადამიანს და არა მთელს მაგაზე აქ საუბარი თორემ ყველა ეროვნებას ძალიან დიდ პატივს ვცემ უბრალოდ რო ეთატილება და მალავს ადამიანი თავის ეროვნებას ძალიან ტეხავს მუზებს არ შეეხება ხო არ ვიცი ჩამორჩენილობა და გრძელი კაბების ჩაცმა და განვითარების შეფერხება ტრადიციულობა რანაირად არის საქართველოს ტრადიციულად იყო ძალიან განათლებული და განვითარებული ქვეყანა და ხა მაგათ ეს რაღაც გრძელი კაბები ჩაიცვეს და არიან განვითარების შეფერხებით რაღაც ეტაპზე რატო გადაწყვეტეს ეს არის ქართული ტრადიცია მე არ მიმაჩნია რომ ეს არის ქართული ტრადიციული რამე ან ის სიმღერები რასაც ღერიან ქართული ფოლკლორი არის ხალხმა რა ვიცი ძენ წვერვალი და რა მუსიკასაც ეგენი ღერიან ის ახლოსაც ვერ მივა კი არა საერთოდ ვერ მივა კრისტინე გამარჯობა ფასო ახლო
ახლოსაც ვერ მივა მუზების სიმღერა ქართულ ხელოვნებასთან. და რატო დაარქვეს ამას ტრადიციული გოგოები? ტრადიციული კი არა, ჩამორჩენილები არიან. და საკმაოდ ქვეშ-ქვეშელები, იმიტომ რომ აი ამ ალბი ტრადიციულობის თუ ქართული არც ქართველები არიან, არც ტრადიციულები. და რაღაცა ყალბის აქვს მორგებული იმიჯი. ასე რომ რეალიტი შოუს არგიფიშება ის არის, ყველას ჩამოხსნის ნიღაბს, ერთი ბონდო არის გასქილოსნებული მარტივი თუ რაღაცა კარგი ჩვევების მენტორი და მეორე მუზები არიან ტრადიციულები. მუზებთან არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს ხალხო. ერთმა ხელი მოუმართოთ ყველაფერში, თვითონ ცვლიან რომ მე მათი ნიჭით მშურთ, ანუ ნოტს ორ ნოტს ვერ აბავენ და რასაც ღერიანი, რასაც შეცდომით ღერიან, თუმცა მაგის უნდა მშურდეს. უბრალოდ ის რომ ეგენი არიან ჩამორჩენილები და განუვითარებლები, ამას რატო გვატენიან ქართულ ტრადიციად? არა ხალხო, ქართული ტრადიცია არის განათლებული, აზრზე მოსული მაგარი ტიპობა, ეგ არის ქართული ტრადიცია და არა რაღაცა ქვიშხანობა. მარიამის ყოფილ მეგობრებს ხალხო მე არ ვიცნობ, ის გოგოებიც იქ ნახე, სადაც თქვენ ნახეთ, ფარციზე ბედინას რომ მოყვნენ და კარგი შთაბეჭდილება არ დატოვეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მარიამს ემტერებიან და მარიამსაც ძალიან რთული кейსი ქონდა მაგათთან. ну რაღაცები მომიყვა და ჩამაყენა საქმის კურსში, მაგრამ ეხლა მე მარიამის დაუკითხავად ვერაფერს ვერ მოგიყვებით ზედმეტს, იმიტომ რომ მარიამის მე რასაც ვიყვება, თქვენ ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ მარიამს თუ უნდა თვითონ ისაუბრებს ღიად. დანარჩენს მე ვინახავ საიდუმლოდ და ასევე მეგობრებო, თქვენ რასაც მწერთ, რა ინფორმაციასაც მწერთ ხაუსელებზე და ასე შემდეგ, არსად არაფერს არასდროს არ ვიტყვით თქვენი ნებართვის გარეშე. ეს დაიმახსოვრეთ. არასდროს არ ვიტყვი არაფერს თქვენი ნებართვის გარეშე და ძალიან მიხარია ხოლმე რაღაცებს რომ წერთ და ნდობას მიცხადებთ. ბაბი შარაშენი ძალიან დიდი მადლობა. რაღაცი გაინტერესებს ისო მაგაცი საუბარიო. მე ერთი კვირა არ არის გასული. წელს ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვედი და მე ვიყავი რეალიტი შოუში და ისე ვუყურებ ყველა ეპიზოდს ვუყურებ. ახლა გუჩინელი ეპიზოდი რა იყო ეს მიზების ფასი კიდევ კაი არ წავედი. ხალხი არც მივიდა, მარტო ლოლის ორი დაფალი იყო მისული. მაგობრებს კაი გაძლება მისცა. რატო მაინტერესებს და ძალიან ჩართული ვარ ჰაუსში და რა ვიცი სანამ მორჩება როგორ ჩართული ვიქნები, იმიტომ რომ იცით რომ არიამს რო შემატყირობ, იცით რომ ძალიან ჩართული ვარ და რა ვიცი ლაპარაკობ მაგაზე. მე პრობლემას ვერ ხედავ. ფარტიზე ვინ მივიდოდა ხალხო მუზების ფარტიზე? ლელუს დიასარო არ ყოლოდა და მე ხალხს თურმე გიორგი პარიზი იმუქრება რომ პირველ ადგილზე გავალო და ქმის ლიდერი გავხდებიო. ასევე გაირკვა რომ გიორგი პარიზი ვინ ფარველობს აბა თუ მიხვდებით. ნაზღაიძე გიორგი პარიზი თურმე ფარველობს ნაზღაიძე. და ამიტომ იმუქრება რომ მე გავხდებიო ქმის ლიდერიო. ხელშეკრულებაში გვიწერია რისი საუბრის უფლება გვაქვს, კი ბატონო. ჰაუსის გულშემატკივრობა არავის არ დაუშლია და მათზე საუბარი არავის არ დაუშლია, ასე რომ შიდა სამზარეულოს რაც შეეხება კიდე გეტყვით, რომ
თვითონ ორგანიზატორები ხალხს არავისკენ არ არიან. არ არიან მიკერძოებულები და საერთოდ არავისკენ არ არიან ეგენი. ყველასთან არიან თანაბრად. საერთოდ ყველასთან არიან თანაბრად და არ არიან არავისკენ მიკერძოებულები. მათი ინტერესია რომ შოუ იყოს, ნახვები იყოს, მუზები იქნება ეს თუ ბონდოს გულის პრანჭები და ფლარჩები დამშოვდა. თუმცა თავარია რომ ნახვადი იყოს. შოუსთვის ბონდო მაგარია. ახლა ვიტყვით შევეგუებთ იმ ფაქტს, რომ პიროვნულად შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, მაგრამ ისეთ შოუს გამდეს, რომ უარყოფით პერსონაჟიც იყოს ნახვადი. ბონდო ამ შემთხვევაში არის ძალიან უარყოფითი პერსონაჟი. ნაზღაიტეს მე არ ვიცნობ, გამარჯვებული ყოფილა ერთ-ერთი სეზონში და საკმაოდ გავლენიანი მაგ სფეროში და მოკლედ ეგ ყოფილა. ვხვდებით ხომ? დიასა ამ სუპაგუგას მფარველობს. პარიზი არის ჩასასწორებული ამ ნაზღაიტესთან და რა გამოდის, რომ წინა პრაიმ ჰაუსელების გულშემატკივრობით არიან შემოსულები და მაგათ უმეტზე ღმერთო ჩემო. პირველი სეზონის გამარჯვებულია ნაზღაიტე, მე გამოვტოვე, მე თავიდან და ჩავდე, მაგრამ ნერვი არ არის, ხო თავიდან რომ ჩავუჭრე მაგათ. ხო, ძალიან წარმოუდგენელია, ახლა ეგ ჯერ ნახეთ ხალხო, მან ერთი მონაწილის მაგდროულად რო არის ორი შესული სუპაგუგა და მე თავიდანვე ვნახე, რომ ძალიან რაღაცა უთანასწორო ბრძოლა წავიდოდა, იმიტომ რომ ხა ეს სუპაგუგა თავისი აუდიტორიით, თავისი სამეგობროთი, თავისი შემართებით და ახლა აქეთ არის ერთი ლორენცო. და ნატყობთ, რომ ლორენცოს არავინ არ უჭერს მხარს ჩაუსიდან ერთადერთი ვარ მე, ვინც მოვუწოდებ თავს, რომ ლორენცოს დაუმესიჯონ, იმიტომ რომ სხვა ყველა არიან კოალიციაში და არა პატიოსნად, ესე ვთქვათ, და არა კეთილსინდისიერად აქვთ შესაბები. ნაზღაიტემ დაიწყო ჩხუბი და ყვირილი, ვერ გეტყვით. ლორენცოს იქით წაესიან ეს კოალიციები. სადამდეც აწყობდათ ხოლმე ლორენცო, მანამდე მეგობრებოდნენ. ლორენცოს გამო 80% უყურებს გეთანხმებით ლორენცო შოუს დგავს და ლორენცო არის ის ადამიანი, რომელიც მთელი შემართებით და მთელი ესე ვთქვათ მომზადებით შევიდა და ჯერჯერობით ძალიან კარგად უმკლავდება. დიას არ ვიცი, ეს დიასა მე გავიცანი, მოდიოდა ხოლმე ფართებზე. მოდიოდა ხოლმე იქ ფართებზე და რას აკეთებდა? არც არ აკეთებდა, რაღაცებს ეუბნებოდა ხოლმე ამ სუპაგუგას და ნუ რა თქმა უნდა, ალბათ რჩევებს და დირექტივებს აძლევდა, და მე მაგისი არც უწფელი მეგობრობის მჯერა ხალხო. ალბათ რაღაცა ეს ლელურა თუ პაის მისცა წითელი დროშა და ახლა ხალხს ეუბნება და უმესიჯეთ რა აი ლელუს ორ პირობა მაგაში ჩანს. გადაწყვიტა რომ პარიზი მოეშორებინა, ესე აწყობდა და ახლა ხალხს მოუწოდებს და უმესიჯეთო, იმიტომ რომ ლორენცო მოიშოროს. უწფერი მეგობრობის მე მანდ არ მჯერა, ხა მით უმეტეს დიასა და ეს ტიპები გაუგებარი ხალხი საიდან მოვიდნენ. სადლელო და სად შემგოგო საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს, მარიამ სულელდა. მარიამი ძალიან მაგარი გოგოა, 18 წლის არის ახლა და გაიწვეთ და არის თავისი ხასიათით ძალიან მტკიცე და შეუპოვარი. ლელუსაც შეეხება, ლელუმ ზუსტად მაგიტო წამოიწყო ეს დიასასთან სამპატშინპა და ბონდოსთან, იმიტომ გადაიბრძა, რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს. მარიამს და ჯავახას ვითომ ლავსტორის გჯერა? მეგობრებო, მე მჯერა იმის, რომ მართლა მოწონთ ერთმანეთი.
Love story რაც შეეხება, მე ვერავითი თავს ვერ დავდებ. მარიამი ნამდვილად იქ იმაში როგორც ფელია, რომ ჯავახა მართლა მოწონდა, ხა ჯავახა იქიდან რასაკეთებს და კოალიციისთვის და TikTok-ის ნახვებისთვის მუზებთან რო არის გადაფსკვნელი, აგერ ხედავთ. ძალიან ბევრი ვიდეო უდევს ნახეთ მუზები როგორ ლანძრავდნენ მარიამს და ჯავახა მივიდა და რადგან მუზებს დიდი აუდიტორია ყავთ, დადგა და სულ მუზებთან გადაიღო TikTok-ის ვიდეოები და მოაგროვა ნახვები. დანარჩენი ახლა თქვენ განსაჯეთ რა და როგორ. ჯავახაში ძალიან მნიშვნელოვანია TikTok-ის ნახვები. როგორც იცით არის TikTok-ერი და მუზებთან მაგიტო იღებს ხოლმე ამდენ ვიდეოს, ახლა თქვენ გონიათ მართლა მუზების სიმღერები მოსწონს ჯავახას? თქვენ გონიათ რომ მუზების სიმღერები მოსწონს ჯავახას და მაგიტო იღებს მაგათთან ვიდეოებს? იმიტომ იღებს რომ TikTok-ის ნახვები ქონდეს. მესიჯები მანახე და სათამაშოებს რატო ჩუქნია, ანუ ეგ სწორია ჯავახასგან. არა, რა თქმა უნდა. არანაირი უფლება არ აქვს, რომ მარიამის მესიჯები ნახოს. იქნებ მე უწერ, იქნებ დედა წერს, იქნებ ძმა წერს, რა ვიცი, თქო ჯავახა ვინ არის რომ მარიამმა აჩვენოს, არა? უბრალოდ მოწონთ, ხო? თვითონ ეს ბიჭი რასაკეთებს მარიამისთვის, მოდი მაგაზე კონცენტრირდეთ. ამ ეტაპზე არაფერს. Nós funkcja cola და სხვა არაფერს არ აკეთებს. Nós funkcja cola და ფლირტაობა კაცებთან კი, იმიტომ რომ ესეთი სტრატეგია, სხვათა შორის ძალიან მუშა სტრატეგია. დღეს მინდა ლაივში წავიდე კი. თიკო, ჯავახას არაფერი უფლება არ აქვს მარიამთან. მე ამ შემთხვევაში ვარ მარიამის მხარეს. ჯერ ერთი თიკო. ხო, ვთქვათ რომ მარიამი მეც თითქოს იჩენს და უფრო კაი დამოკიდებულებაშია და მეორე მესიჯები მანახე და ეს კაბა არ ჩაიცვა და ის კაბა არ ჩაიცვა და სათამაშოები რო გადაუგდო და ეს ვინგი გზავნის რა უფლებით ვინახარ ჯერ რა გააკეთე ამ დედოსთვის. არაფერი გარდა იმისა, რომ რაღაცა ერთ-ორჯერ გამოჩნდა კაცი, არაფერი არ გაუკეთებია. ის დეითებით კიდე პროდაქშენის ეს იყო დახმარებით მოწყობილი და რა ვიცი, გარეთ საპატიჟოს დეიცე და გარეთ გაუკეთოს რამე. სათამაშოები გადააგდეოთ და ყვავილები. ჯავახ, მაგარი არასწორი ხარ, ბრო. არანაირი უფლება არ გაქვს, რომ ჩვენი გაგზავნილი, გულშემატკივრების გაგზავნილი საჩუქრები მარიამს გადაუყარო. ეს TikTok-ერობა და ის გასაგებია, მაგრამ ახლა შენ მარიამისთვის არაფერი არ გეკეთებია სამაგისო და არანაირი უფლება არ აქვს. ჯავახა ძალიან ბავშვია კი და სულ TikTok-ის ფოლოვერებზე არის ტიპი გადასული და მარიამი მაგისთვის ძალიან პრიორიტეტულიც არ არის. გამარჯობა გილოცავ ნიკოლოზებას. მეც გილოცავთ მრავალს და ეს ძალიან მიყვარს ეს სახელი ნიკოლოზი. რამდენი წლის ხარ? 42-ის. მარიამი ძალიან თბილად ექცევა კი. ძალიან თბილად ექცევა და მე პირადად ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია ჯავახასგან მსგავს სითბოს ვერ ვხედავ მარიამისკენ. ხო, TikTok-ერია ჯავახა და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამომწერები. გამომწერების მაგრამ ხა ეს მუსებით იზავს ამას თუ სამკურნალო იუმორით თუ მარიამით თუ და ბლოკავ ვინც თუდად მოიწერება.
ეს მინუცა დაუბრუნოთ, იმიტომ რომ უზრდელია. ვალერია კუპრავა, ასე რომ ჩუ, ვალერია. მორალურად წარმოყენება ფსიქოლოგიად გააძლიერა. ვერ გავიგე კარგად. ჩემს დაბრუნებაზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა და არც განიხილება. მუზებზე თქვი, ანუ არანაირი კონფლიქტი მე მაგაცთან არ მქონია პაროდიის გარდა. მათ პაროდიაზე გაგიჟდნენ და გადაირივნენ და გადაწყვეტეს რომ მე ვარ ბულერი, ასე რომ მუზებზე თქვი, რომ მათი ეს ალბი ტრადიციულობა არანაირი ტრადიციულობა არ არის. საქართველოს არასოდეს არ ყოფილა ჩამორჩენილობის და უგემოვნობის ტრადიციის მქონე ქვეყანა და გრძელი კავები რო ჩაიცვეს და ძალიან საშინელ მუსიკას მწერიან და უკრავენ, ეს არნიშნავს, რომ ქართული ტრადიციული გოგოები არიან, არც ქართველები არიან, ეგენი თავის ეთნიკურობას მალავენ და წარმომავლობას და ეს ძალიან სრულია. ნებისმიერი ადამიანი რა წარმოშობისაც არ უნდა იყოს, არ უნდა მალავდეს თავის ეთნიკურობას და განტეხავს. ეს ერთი თავის წარმომავლობას ხო მალავენ და უწოდებათ თავისი ეროვნების და მეორე ის რომ აი ამ რაღაცა რახან გრძელი კავები ჩაიცვეს და ესე ვთქვათ განვითარების შეფერხება აქვთ ამ ახალგაზრდა გოგოებს, ეს არნიშნავს, რომ ტრადიციულები არიან. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეგ მუსიკა ვერცერთი რასაც მღერიან, ხო, ახლოსაც ვერ მივა ქართულ ფოლკლორთან და ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან და ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. არაფერი ტრადიციულობა მაგათ არ აქვთ, ხომ უბრალოდ ჩამორჩენილები არიან. თიკო ვერ გეტყვი ხა, ხო, ვარიქა ჩვენი მომავალი საქმე რო გვიყურებსო და არ ვიცი ხა. ერთად იცვლიან ტუალეტში, ერთად შეიკეტებიან ხოლმე, რა ვიცი ხა ეს რაღაცა ორმაგი სტანდარტები აქვთ. ხო ამ ბიჭებს ეფლირტავებიან, მაგრამ მართლაც შედო იფლირტავენ ახალგაზრდა გოგოები არიან, ცუდი მაგაში რა არის, უბრალოდ მერე ტვინს ჭამენ, რომ არიქა ჩვენზე არაფერი წამოგცდეთ. გატეხილი ნეკნები ხო, რა ვიცი. აუთსაიდერები არის, ვინ არიანო და აუთსაიდერები არიან ლორენცო, ბონდო და გიორგი პარიზი. მუზები არიან ოსეთიდან, ოსები არიან და მალავენ თავიანთ ეთნიკურობას. ძალიან ტექნალს ადამიანი თავის ეროვნებას რომ მალავს და უწუდება თავს. იმიტომ მე ალბათ ქართულ ტრადიციულ ალბიმას ვეღარ შემოგტენიან. ქართული საუბარი წიწეთ, იმიტომ რომ თულოჩი სიტყვავთ მარაგში. რისი ტრადიცია ხალხო უგემოვნო მუსიკა, რომელსაც ნოტებთან შერიღებს სწორად, რასაც ღირიანი მოსოფლმხედველობა სწორად და ეს პრიმიტიული უგემოვნო მუსიკა რანაირად არის ქართული ტრადიციული რამე საერთოდ და ეს ძელი კაბები და რაღაცა ჩოქები და ასე შემდეგ არ ნიშნავს, რომ ეგენი არიან ტრადიციულები, რისი ტრადიცია მეც ძალიან მიყვარს ოსები, არანაირი პრობლემა არ მაქვს, თვითონ აქვს პრობლემა, როგორც ვთქვი, თვითონ მალავენ.
ნახტები ნეკნები, რა ვიცი, თვითონ არიან ნახტები. ეფშიძეზე ცხოვრობდი კი. ეფშიძეზე ცხოვრობდი და მე გადავედი. ნახეთ და დაარიგე მარიამს ჭყორუმ ჯავახას თავი დაანებოს. ეხლა აქ ერთი რაღაც ხდება, ჯერგეთი ჭყუის დარიგებით ვინმეს თავს თუ ანებებდეს ხალხო. ესე არ ხდება. თვითონ უნდა გაიაზროს და თვითონ უნდა მიყვის ადამიანი, ეს კონკრეტული ადამიანი მას უნდა თუ არ უნდა და ჭირდება თუ არ ჭირდება. მე არავის ჭყუის დარიგებას არ ვაპირებ. დასაჭიროა თვითონ უნდა მიქდეს ადამიანი ყველაფერს თორე. ხო მე მარიამს ან ვინმეს ვერტყვა დავითავს ყო დავარიგო რომ ვიღაცას დაშორდეს თავი დაანებოს სამწუხაროდ ესე არ ხდება ხალხო. მე არავინ არ მეკითხება მაგას. ოსები რატომ გიყვარს? მე იმიტომ მიყვარს რომ ბიჭოლა მყავს ოსი და ჩემი ბიძაშვილები ნახევრად ოსები არიან და ასე რომ ბევრო მეგობარიც ყავს ოსი და ასე შემდეგ. გიგა ჯაყელს ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ ბევრ წარმატებას. ოთო ბაკურიძე ხომ მივულოცე? დიდი მადლობა. დაოჯახებული არ ვარ. ჯავახა იყენებს, აი ყველა მაგას მწერს ხალხო, რომ ჯავახა იყენებს მარიამს, ყველა მაგას წერს, მაგრამ მოდი დავაკვირდეთ საქციელით. ჯავახა კოალიციაში არის, ჯავახას ჭირდება გამოწერები და ჯავახა ძალიან კარგად იყენებს მხოლოდ მარიამს კი არა სხვა წევრებსაც და თავისი საქმეები აქვს მოკლედ და მარიამი მე მგონია რომ მართლა მოსწონს, თუმცა აი ხო რაღაცებს უშლის და ჩვენი გაგზავნილი ყვავილები გადაუყარა და სათამაშოები გადააყრევინა. ძალიან არასწორი მგონია. რომელი მომღერალი მოგწონს გერმანიიდან? ხალხო მე გერმანული მუსიკა ესე კარგად არ ვიცი, მაგრამ ევროვიზიაზე იყო ერთი გოგო ლენა და ძალიან მომწონდა. თქვენ გამარჯვებულიც იყო კი. რომელში ჯობია ცხოვრება ჰაუსში თუ მის გარეთ? ჰაუსში რა თქმა უნდა იცი რომ დროებით ხარ და გაძლებაზე ხარ, მაგრამ სახლში რა თქმა უნდა. თიკო გეთანხმები, აი რა ვიცი თიკო ჩემი დათვალიერებით ხარ უკვე რა იმდენჯერ ვისაუბრეთ და ერთ აზრზე ვართ. კი, ლავსტორებს აქვს ძალიან დიდი ნახვები, გულშემატკივრები. მარიამის და ჯავახას ლავსტორის გულშემატკივრები ყავს, მე მგონი იგივე არც ერთ მონაწილეს, იმიტომ რომ ხალხს მეც ძალიან მესაყვარლება მაგათ რო უყურებ ხოლმე რაღაცა ესე მინი დეითობა და რაღაცები რო აქვს, მაგრამ ხა ერთია ჩვენ რითი ვერთობით და რა გვესაყვარლება და მეორეა სინამდვილეში რა არის და ესპანეთში ვიყავი ახლა, ესპანეთში გეპატიჟებიო. ესპანეთში ვიყავი ხა ბარსელონაში ჩემ დაბადების დღეზე ოქტომბერში და ძალიან ძალიან კარგი იყო და ძალიან მიყვარს ესპანეთი, ბევრჯერ ვარ ნამყოფი. მგონცა რა შვედით რა ვიცი, აი თქვენ გესაუბრებით. ჰაუსი ერთთვიანი და ცხოვრება გრძელდება, კი გეთანხმებით. ჰაუსის გარეთ ცხოვრება გრძელდება ხალხო. დიასასა სალომე პაპანაძის ლავსტორიზე მე ადანზე არა ვარ, თავსო წარმოგენ არა, მაგ სალომე პაპანაძე გავიცანით ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე და ძალიან საყვარელი გოგოა. არ ვიცი, სალომე პაპანაძის ეგრე გამოიყენეს, რა გამოიყენეს, არ ვიცი, და მართლა მოწონდათ ერთმანეთი.
ელენე, დიდი მადლობა საყვარელო. ჰაუსში აღარ ვარ, წინა კვირას წამოვედი. მარიამ სანებლიძე. დაიბლოკები საყვარელო. არ არის საჭირო აქ შეგოვარდი და ვიყურო. მეგობარი რას ქვია, მეგობარი ასე ხდება 2 და 3 კვირაში. 2 და 3 კვირაში შეიძლება დამეგობრდე კი. მე ბევრი ყოფილა რომ უნივერსიტეტში მოვსვლა და პირველი დღიდან დავმეგობრდი ჩემ ჯგუფალთან თუ რაც არის. ანუ ხდება კი ადამიანთან რომ ძალიან ასე ვთქვათ ახლოს მოგიწევს ურთიერთობა და ერთ ტალღაზე რომ დაჭდებით. ხდება ხოლმე ხოლმე მე მქონია ძალიან ბევრჯერ რომ სკოლაშიც უნივერსიტეტის ჯგუფში და ასე შემდეგ ვისმოდა 2 დღეში დამიწია ძალიან კარგი ურთიერთობა რომელიმე გოგოსთან. ჰაუსის წვეულებაზე რატო არ ვიყავი ხოლმე? იმიტომ რომ მუზები იყვნენ ბოსები ამ კვირის და ვიცოდი რომ მუზების ყაიდის წვეულება იქნებოდა. 3 კვირა მე ვუსმენდი აი გემოვნო მუსიკას, რომელიც მე არ მომწონს და ჩემი გემოვნების არ არის. მუზები ყოველ დღე მასმენინებდნენ და უბრალოდ არ ვიყავი იმისთვის მზად, რომ კიდევ მაგათი ცანკაცუნკა მომესმინა. ნაცე თანხმებით მარიამი და ჯავახა ძალიან უხდებიან ერთმანეთს და მეც მესაყვარლებიან. უბრალოდ ერთი ახლა ჩვენ რა გვესაყვარლება და უხდებიან თქო და მეორე რეალურად რა არის. დავაკურდეთ ხოლმე მეც მაინტერესებს რას გააკეთებს ჯავახა მარიამისთვის. აი რას გააკეთებს გარდა იმისა რომ როცა უაზრო ნაებსებს ახლა იჩვიანობის სცენარში ყვავილები არ უნდა გამოუგზავნ. სამაგას უგზავნიან ხოლმე რაღაცებს და თვითონ რომ გოგოებს კარგად ეფლირტავება კამერებში TikTok-ზე და ასე შემდეგ. ხო, მარიამ სუშლის მარტო რაღაცებს და ვიცი ჩემო კარგო ჯავახ. ჩხუბები არ არის დადგმული, ხოლმე მეცაც გეტყვით. ბონდო და ასაკავარის სწორად დავდო. ბონდო და ლორენცო ისეთ კონფლიქტში არიან ერთმანეთთან, რომ გარეთ რო გამოვედით, პარასკევით გამოვდივართ ხოლმე გარეთ რა და ანუ პარასკევს დილით, პარასკევს რო ლაივია და პარასკევს დილით 10-ზე გამოვდივართ, ვიხსნით მიკროფონებს. გვაქვს დრო რაღაცა თავი მოვიწეს, იქოთ რაღაცა მივიდეთ მოვიდეთ ახალსარები, მივიტანოთ ახლები წამოვიდეთ. აი ამ გარეთ გამოსვლებით ერთმანეთს ჭამდნენ, თქონდა არის ძალიან აგრესიული ადამიანი. აუთსაიდერები არიან ბონდო, ლორენცო და გიორგი პარიზი და ძალიან საინტერესოა რომ გიორგი პარიზი თურმე იძახეს რომ მეოქმის ლიდერი გავხდებიო, არ ვიცი ნაზრაიძის იმედად, ვის იმედად ვერ გეტყვით. მაგრამ ყველანი პოლიციის წევრები მოუწოდებენ რომ თმამისენ ბონდოს და გიორგი პარიზს. ლორენცოს მოშორება უნდა და რეალურად ამ შემთხვევაში ვინც მართლა უნდა დარჩეს პროექტში ეს არის ლორენცო. მე ხმას ვაძლევ ლორენცოს. რუსთავი ოშრობს ხოლმე გადიოდა რომელია ინტერვიუების ოთახში გავდიოდით, იქაც ისმოდა ხოლმე ეს ჩხუბები. ინტერვიუების ოთახი არის მანდვე, ანუ ეს დიდი ოთახი, სადაც არის ხეროდ გაზ და სამზარეულო და ნახატები, გვერდზევი არის ინტერვიუების ოთახი და მე შეიძლება გავდიოდი ხოლმე ინტერვიუების ოთახში და ინტერვიუებს ვერ წერდით ისეთი ჩხუბები ისმოდა ხოლმე. სხვა საქმეებიც მაქვს და ჰაუსებს ლაპარაკ. ნახეთ, ესეთი შეკითხვაა, რომ გამოხვედი ჰაუსზე ლაპარაკობს, სხვა საქმე არ გაქვს. სხვა საქმეებიც მაქვს, სხვა საქმეებიც ვაკეთებ და თან ჰაუსზე ლაპარაკობ. პრობლემა რაშია? რა პრობლემა?
ჰაუსის გულშემატკივარი ვარ, ჩართული ვარ ჰაუსში, ყველა ეპიზოდს ვუყურებ და სტრიმებს ვერ უყურებ და ძალიან გული მწყდება, თორე სტრიმებიც მაინტერესებს ხოლმე. სტრიმებს ვერ უყურებ, ვარ ძალიან ჩართული და ველაპარაკებით ხოლმე. 2 წელი თუ ხალხო ჰაუსში ჯავახა კაი ბიჭია ჩემი აზრით კი პროექტს რო ტოვებს შენი ნებით ჯარიმა ხო? პროექტს რო ტოვებს შენი ნებით კი ჯარიმა მაგაზე. ეს ვინ არის? ესეც დავუკლოპოთ მოდი. ანუ აქ და ვიღაცები უსწრებობას ეხლა ნახეთ ალღებს რო გამოვდივარ ხოლმე და რაღაცებზე გელაპარაკებით მე ხო ბევრი გამომწერი ამყავს და რაღაცა ძალიან შინაურული გარემო მაქვს აქ და ვიღაცები შემოდიან და ამაზე ვილაპარაკობ იმაზე ვილაპარაკობ უკაცრავად მაგას ვიდრე მას ვილაპარაკებ ხო მართალია ეს 1-2-3-ით დავუკლოპოთ. მე ვნახეთ ტიკტოკი კრისტინა ქვია და რილსები შეხვდა როგორ იჩრობა. არ ვიცი რა მეხმართო. არანაირ ჯგუფს არ მივესალმები მით უმეტეს ხელით შეხედა. დათვალოთ ხო აი ესე მასწავლია ჯგუფს რაზე ვილაპარაკო და რაზეც მინდა იმაზე ვილაპარაკებ ხა თქვენი მითითებების გარეშე მომწერეთ აბა რაზე გინდათ ვილაპარაკოთ თუ გინდათ ფინანსურ საკითხებზე და დეკლარაციების შესაძლებლობაზე ვილაპარაკოთ აგერ შინაურულად ვზივარ ჩემ გამომწერებს ან ყავს რამოდენიმე გამომწერი მეტი არა და შინაურულად ვლაპარაკობ ძალიან ვაიმე ხო ტიპო ვნახე ეს პედაგოგოა ეს კრისტინა ქართულადაც ლაპარაკობს და რუსულადაც კარგად და საშინელება იყო კი არანაირ ძალადობას ხო თვითმფრინავს არ მივესალმები კოშმარი მაგრამ ხო რუსეთში ძალიან სასტიკი კანონებია მაგ მხრივ ამერაცია ხამგამია რა თუ ადამიანს არ აინტერესებს არც უნდა შემოვიდეთ და არც უნდა მომის მინუს და შემოდიან აქ სალანძრავად იქაც ჩუბობდა ხო ალბათ ესე ჩუბით ვივიდა და ვიდრას გაუტარებდა ახლა მე აქ უბრალოდ კომენტარებს ვფლობ ავიუსერებს და პასუხს ავცე ასე რომ როგორ ხარ კარგად მადლობა განსა გამარჯობა უკაგიმარჯეს გიორგი კაწუნაშვილი დავძლობთ
ერთი მოდერი მჭირდება ხა მასეთი TikTok-ers არის მოდერატორი რო დავაყენო. ძალიან ცოტა გამომწერი მყავს და ძალიან შინაურად ლაპარაკობ. და გარდაცი ხა ვიღაცები რატო შემოდია ხა. თუ არ აინტერესებთ ეს თემები, საერთოდ ხო შეიძლება გახვიდე არა, რაღაცა უძლებობა უნდა თქვა და ამაზე რატო ლაპარაკობ, იმაზე ლაპარაკობ. შენ რაც კიდე მარტო იმაზე ვილაპარაკებ. მარიამს რჩება მიეცი ცოტა ნაკლებად გამოხატოს იქოდა ყურადღება. მეგობრებო, რჩევის მიცემა ერთია, მაგრამ რამდენს გაგიკეთებიათ? აი დავუშვათ ვიღაცა მოგწონთ. და მეგობარმა რაღაცა გირჩიათ და რამდენს გაგითვალისწინებიათ ეს რჩევა? და რამდენი მოგწეულხართ ამ მეგობრის რჩევის მიხედვით. აი მუშაობს ექსპერტები. ნუ ან მე რა უფლება მაქვს მარიამს ურჩიო ჯავახას როგორ მოექცეს და სიტყვა რამდენი გამოხატოს. რა უფლება მაქვს რომ მე მარიამს ეგ ურჩიო. თვითონ როგორც საჭირო ჩათვლის თვითონ როგორც საჭირო ჩათვლის ისე მოიქცევა, ხო? მე რა უფლება მაქვს მარიამს ურჩიო ჯავახას როგორ მოექცეს. ერთები ანუ მაგას ვერ გებულობ. ან დავუშვათ ხო ყოფილა დავუშვათ ყველას ყოლია ეგეთი მეგობარი რომ თვლით რომ აი ეს ვიღაცა გოგო რომ მოწონს ან ეს ვიღაცა ბიჭი რომ მოწონს ესე კი არა ესე უნდა მოიქცეს და რაღაცა გითქვამს ჩვენი შეხედულება და ასე შემდეგ. მერე მოიქცა ეს ვიღაცა ისე თუ როგორც უნდა მაინც ისე მოიქცა. ესე იგი ხაბე რა მაინტერესებს. გენდერული კვლევა მაგალითად შეითერებით გოგოები უფრო მეტი არიან თუ ბიჭები? შემიძლია გოგოები. ამისების გადაწყვეტილებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ხავს და ძალიან ჯავახა ძალიან საყვარელი ბიჭია და მეცვლი რომ ვარიამდეთ ჯავახა ძალიან უხდებიან ერთმანეთს თუმცა ვინ როგორ მოიქცევა ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ბონდოსთან უწობენ და სკამზე დასვეს მაგარი ტიპები არიან. აბა რა დათო, აბა რა მაგას არ ვიძახი. თან უწობენ და თან როგორც ჭირდებათ ისე ჭრიან და კერავენ. ალორენცოს გაშვება უნდათ მაგრამ არ მგონია ალორენცოს ეგენი თვლიან ძალიან ძლიერ კონკურენტად. მაგაში გეთანხმები მეც მომწონს ერთი ბიჭი და სულ კარგ ფარეს ხედა ჯერ ცუდი ვერაფერი დავიდახე. იმიტომ რომ ხო როცა ადამიანი მოგწონს ესეთია ხო ჩვენი ბუნება ვართ კონცენტრირებული აქტივისებებზე და მე როდესაც ეს ემოციები დაალაგდება უკვე საღად რო ვიწყებთ აზროვნებას და მშრალობას მე ჯერ ხედავთ 50-50 ნახევარ-ნახევარს და მე შეიძლება ხშირად ისე მოხდეს რომ ის ცუდი მხარე უფრო დავინახოთ გააჩნია. და საყვარლები არიან მარიამ და ჯავახა გეთანხმებით. ჩვენი აზრით ვინ გახდება SMS ლიდერი?
ხალხო, მე თქვენს არის ველოდები, იმიტომ რომ გიორგი პარიზი იმუქრება, რომ მე გავხდებიო SMS ლიდერიო, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს? რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, იმიტომ რომ გიორგი პარიზი როგორ უნდა გახდეს ხის ლიდერი და როგორ უნდა კონდეს ფლანდრზე და ლორენცოზე მეკითხმა არ ვიცი. თუმცა შეიძლება გიორგი პარიზს ცალკე გეგმები აქვს ამასთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, ძალიან ქაშქაშალა. ორჯერ დამიწერა წითელი დროშა და აუთსაიდერებს დამსამეტი ფუნქცია მაგას არ ქონია. როცა ადამიანი მოგწონს, როგორც კარგი, ისეც იგი უნდა დაინახო და თო გეთანხმები, მაგრამ ემოციები ცოტა გვაბრმავებს ხოლმე, ანუ ემოციურ ფონზე საღად ვერ ვაზროვნებ. ჯავახადა მარი შერეგდენ, მოგობრებო, მე მინდა ეხლა მიშორება, მინდა რომ წავიდე საუში შევიღებოთ, მაგრამ საბურთალოზე კარგი სტილისტი, აი კოლორისტი თუ იცით მომწერეთ. ჩემი აზრით, ყველანაირი ლოგიკით ლორენცო უნდა გახდეს ხმის ლიდერი, მაგრამ ეს გიორგი პარიზი ძალიან იმუქრება თურმე. ხო, ჯავახა იჭერს მარიამზე და მარიამის გულშემატკივრებზე და ეს ირემი მაგიტო დაუმალა, რომ ირემი იყო გამოგზავნილი მისი თაყვანის სამიზნე, ყოფილი თაყვანის სამიზნე და ამ ირემზე ეჩვიანა. ვერანაირად ვერ გასწრება პარიზის ლიდერი გადავიქნებ რა აქვს დაგეგმილი და იქნებ რა ფული აქვს ჩადებული. კი, დათო ბონდო ზალორენცოს აქვს -3,000 ხმა. და ეს რა თქმა უნდა იქონებს გავლენას. ეს პაპაშვილი კი ჯავხადაბარიელი შერიცხდეთ. ლორენცო თუ ბონდო, ლორენცო ხალხმურ არის ბონდოს. ჯავახაზე კი, საკმაოდ გადავდახოვარი ჯავახა არ იმჩნევს ხოლმე და ნეტა რატომ? გიშების მენტორი ბონდო მე მგონია ჩუნდიჟია და არაფრის მენტორი გარიქნება. მე ბონდომ ხალხმა თავიდან სულ სხვანაირად დაიწყობა, ხო გასწოთ ფოსირება. სულ სხვანაირად დაიწყო ბონდომ თავიდან სულ სხვანაირად იქცეოდა, მაგრამ დაკარშა ზუსტად 5 დღე. ზუსტად 5 დღე გაკარჩა და 5 დღის მერე დაიწყო ეს აშლილობა. გადაფსიხდა და რას იწყებს იძახდა ჯერ მარტო ლორენცო როგორ უთმენს მაგას. როგორ უთმენს. ძალიან არაადეკვატურია ბონდო თანხმებით და როგორც თვითონ ამბობს აქვს სამბები დამოწმებულებები და არის მკურნალობის პროცესში. და ეს არანაირ უფლებას არ აძლევს ჩვენს ესეთი ქცევა კონდეს ჩვენს მიმართ.
მეგობრებო, წავიდი ახლა მე დაგემშვიდობებით და მე კიდე შემოვალ და კიდე წაგიჭორავებით, ასე რომ ოცნით გეხვევით აბა თქვენიც.